რას ურჩევ ახალ ბედად დედებს? გამოცდილი დედის პოზიციიდან. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრ ახალ ბედა დედას ვიცნობ, რომელიც გადასარევად არის ჩართული თავის შვილების რეაბილიტაციაში და ცხოვრებაში და ძალიან აქტიურად დღესდღეობით ეხლა ვისაც ვიცნობ, არიან გმირი დედები და მათი ყოველდღიურობა არის გმირობის ტოფასი, თუმცა მაინც ალბათ იქ გადასახედიდან, აი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მივცემ თავისუფლებას და ვურჩევ მიიღონ საკუთარი თავი, ისეთი როგორიც არის და მხოლოდ მაგ შემთხვევაში მიიღებენ თავის შვილს. ამას რატო ვამბობ? ერთ-ერთ შეხვედრაზე არასდროს არ დამავიწყდება, ერთ-ერთი ქალბატონი გვესტუმრა თბილისიდან და აი მოყვა ესეთი რაღაცა, რომ არსებობსო ესეთი ტესტიო. თვითმფრინავში რაღაც კატასტროფის ან რაღაც ცუდი რაღაცის ამბები რო ხდება, ვარდება ხოლმე ეს ჟანგბადის ბალიშები, ხო? რომელიც აეგრევებოდა დაიდო, რომ გადარჩე. და ანუ ვის და თუ გახლავს დაუშვათ დედა ხარ და გახლავს შვილი, ვის გაუკეთებთ ამ ჟანგბადის ბალიშს? ანუ თქვენ გაიკეთებთ პირველად თუ შვილს და ყველა დედამ თავისთავად შვილს გაუკეთებ და შემდეგ მე ეს ქალბატონი ამბობდა რომ არა, უპირველეს ყოვლისა დედამ უნდა გაიკეთოს ეს ჟანგბადის ბალიში, იმიტომ რომ თვითონ თუ გადარჩა ის გადარჩენ შემდგომში შვილსაც.